ფრილანსერი დედები. ავიღოთ თემა. დედები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, ეს მათი ცხოვრების წესია იმ მხრივ, რომ უნდათ სახლიდან მუშაობა, მეორე კუთხით ჩდება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტული სამუშაო ბავშვი, რასაც საკმაოდ დიდ დროს უთმობენ და ბერნაუთი დგება. რა თქმა უნდა, უძილობა ვახსენეთ რამ ხელა პრობლემებს იწვევს და ამ დროს ჯერ კიდევ პოსტსამშობიარო დეპრესია არის გამოყოლილი. რა შეიძლება ვურჩიოთ? თუ ერთი და იგივე პერმანენტულად ხდება, ეს არის სტრესული. ამიტომ იგივე თქვათ ფრილანსერი დედები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში თქვათ არიან სახლში, სამუშაო პროცესში და თქვათ ოჯახთან ნაშვილთან ასე შემთხვევაში, ალბათ რეკომენდაცია რაც უნივერსალური იქნება და ყველა ადამიანს გამოადგება სამუშაო თავისუფალ დროს, ანუ და მისცენ საშუალება იმისათვის, რომ სოციალური მრავალფეროვნება გქონათ. ანუ ამ ორი სივრცის და ამ ორი ფაქტორის სიფრთხის გარდა კიდე განიავან ასე ვთქვათ თავისი ფსიქიკა და ეს არის რეალურად ალბათ ალტერნატივა სწორი და უნივერსალური შევა, რომელიც შეიძლება ყველა ასეთ ადამიანს მიცეთ.